ბარბარე ჯორჯაძისეულის სრული სამზარეულოდან დღევანდელ თანამედროვე რეალობამდე უკვე ქართულმა გასტრონომიამ დიდი გზა გაიარა, თუმცა მთავარია გემოსა და ხარისხის მიმართ ერთგულება უცვლელი დარჩა. ისტორია, რომელიც ბარბარე ჯორჯაძიდან იწყება, დღეს უკვე პროფესიულ სამზარეულოებში გრძელდება. ჩვენი მომდევნო სტუმარი თანამედროვე ქართული გასტრონომიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და გამორჩეული ფიგურაა, ადამიანი, რომელმაც კულინარია საკუთარი ცხოვრების სტილად და წარმატებულ ბიზნესად და აქცია შეფი და რესტორატორი ქეთი ბაქრაძე უერთდება დღევანდელ ეთერს. ქეთი, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში ჩართულობისთვის. ძალიან დიდი მადლობა მოწვევით ესეთი წარდგენისთვის. მადლობა ყურადღებაზე, ძალიან საინტერესოდ დაიწყეთ და ჩემი სურთი წერტილია სწორედ ეს ბარბარე ჯორჯაძე და მისი წიგნი, იმიტომ რომ მე მაგ ერთ-ერთი პირველი გამოშვება მართლა რარიტეტული ეს წიგნი და ძალიან მიყვარს და ძალიან ბევრ რამეს გვეუბნება ეს წიგნი ჩვენს გასტრონომიაზე და ჩვენ კულტურაზე, გასტრონომიაზე როგორც კულტურის ნაწილზე, ასე ვთქვათ. ქეთი, სწორედ ამაზე მინდოდა მეკითხა, როგორ გრძელდება დღეს ბარბარე ჯორჯაძისეული, ესე ვთქვათ, ხედვა ქართულ გასტრონომიაში, როგორ ვითარდება დღეს ქართული კულინარია? ეს განვითარება პრინციპში თქვენი ჩართულობითაც ხდება, ხომ, ყოველდღიურად. მინდა ეს ყველაფერი შევაფასოთ და ამაზე მოგყვეთ. ეხლა აი თქვენი გადაცემის ჩართვისთვის რაღაცებს გადავხედე, ვუყურებდი და ამოვაჩინე, რომ მაგალითად ესეთ ძალიან გავლენიან ჟურნალს მონოკლს აქ 2012 წლის აგვისტოში 5 საუკეთესო ქალაქიდან, სადაც ტურინია, პორტლენდი, ერთ-ერთი არის თბილისი და სწორედ ჩვენს გასტრონომიაზე მახსოვს ინტერვიუ იყო და ბუმასპინძელ და ასე დავიწყეთ ჩვენ რაღაც დროს ამ ჩვენი კულტურის წარდგენა სოფლიოზე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ხა ჩაკეტილი ქვეყანა იყო საბჭოთა კავშირი, იმედია ეხაც არ ჩავიკეტებით და არ გავალთ ესეთ ვიღაში არ გადავალთ, მაგრამ მაინც ვცდილობდით და დავიწყეთ სულ ახლიდან ჩვენი გასტრონომიის ჯერ სწავლა, იმიტომ რომ სწორედ საბჭოთა კავშირის დროს აი ბარბარე ჯორჯაძის მონაპოვარი რაც იყო დაყვანილი იყო მინიმუმამდე რა. და აი ბარბარე ჯორჯაძის წიგნი სწორედ იმითია ძალიან ღირსშესანიშნავი, სწორად არის ჩვენი იდენტობა, ის ჩვენი ევროპული იდენტობა და ეს ჩვენი საქართველოს მდებარეობა, ასე ვთქვათ და ეს აზიური კულტურის შუა აზიური კულტურის და აი ამ ევროპული კულტურის შერწყმა, იმიტომ რომ აქ პოულობთ ჩვენ როგორც ვთქვათ სპარსულ და ასეთი კერძებს, ასევე არის მაგალითად პოლშური ბორში, იტალიანური მაკარონი, ფრანგულად ხორცი და ძალიან საინტერესოა. სწორედ ეს გვაძლევდა მე ჩემთვის ინსპირაცია ეს იყო, რომ გაგოკეთებინა თანამედროვე ნამდვილი რესტორნები, იმიტომ რომ ძალიან ჭირდა საქართველოს ჩვენ როცა დავიწყეთ რაღაც 2007 წელს, 8 წელს ესეთი კლასიკური კარგი ნამდვილი რესტორნები არ იყო. კი იყო რაღაც რესტორნები, მაგრამ არ იყო ინდივიდუალიზმი. იმიტომ რომ შეიძლება ქართული სამზარეულო გააკეთო ისე, რომ ერთი და იგივე ბადრიჯანი ნიგვზე ყველა შეფმა გააკეთოს თავისებურად. ამიტომ უნდა განსხვავდებოდეს ეს რესტორნები ერთმანეთისგან და სწორედ ეს დავიწყეთ ჩვენ მაგ პერიოდში რა. დღეს ახლა ძალიან მრავალფეროვანია ნამდვილად ჩვენი რესტორნები და ძალიან ბევრ კარგ და საინტერესო პროექტს ვაკეთებთ, იმიტომ რომ ეს უნდა გავიტანოთ და ტენდენციაც ესეთია, რომ ჩემთვის ძალიან საინტერესოა ქართული რესტორნები უცხოეთში. კი. ევროპაში, ამერიკაში და ესეთ ქვეყნებში, იმიტომ რომ ჩვენ გაგვაქვს ეს ჩვენი კულტურა და ძალიან დიდი წარმატებით სარგებლობს ეს ისინი და უფრო ფართე მადრიდში გაიხსნა, აი გურამმა პორტუგალიაში გახსნა, ნიუ-იორკშია, ლონდონში გაიხსნა, ამსტერდამშია ორი და ძალიან საინტერესოს ქმნის. მე ამ საჭმელზე რაღაცა ტურისტი მე უკვე აქაც მოდის, რომ გაიგოს ეს შენი კულტურა და მე ესე ვფიქრობ. კი, ახსენეთ საერთაშორისო ბაზრებზე და საერთაშორისო მასშტაბით გასული ქართული კულინარია, ჩვენც ხშირად უყვებით ხოლმე მაყურებელს. ბოლო რაც მახსენდება იყო ტოკიოში გაიხსნა, მათ შორის ერთ-ერთი პირველი ქართული რესტორანი და მისი დამფუძნებელი გვეუბნებოდა, რომ იმდენად დიდია ინტერესიო, რომ თებერვლის მარტის ჩათვლით სრულად ჯავშნები გვაქვს, ესე ვთქვათ, შევსებულიო. საინტერესოა თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ბაზარზე რითი უნდა მოვაწონოთ თავი საერთაშორისო მომხმარებელს? რა არის ის ნიშა, რაც არ უნდა დავკარგოთ და რა მიმართულებით უნდა გავაძლიეროთ ჩვენი, ესე ვთქვათ, ნაბიჯები?
მე ჩემი შეხედულება მაგ ამაზე დასაკვირველია ჩვენი ნიშა არის ზუსტად ჩვენი ტრადიციები, აი რასაც ქვია სუფრის ტრადიციები, იმიტომ რომ აი ძალიან საინტერესო ფილოსოფიურია ჩვენი სუფრა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩვენი სამზარეულო არის გაზიარებადი რა და ამ გაზიარებაში მიდის ემოციების, გემოების, ყველაფრის გაზიარება და სწორედ აი ეს კომუნიკაცია არის ჩვენი სუფრის მართლაც ფენომენალური რაღაცა ასე ვთქვათ მოვლენა, იმიტომ რომ მე არ გულისხმობ ახლა იმ სუფრებს რაღაცა თეფშები რო ერთმანეთზე და თვითონ კერძების სტრუქტურა, პორციული კი არა, აი თუშია, რასაც ქვია, ეს გაზიარება იმისთვის, რომ ეს ყველა ადამიანი ამ გაზიარების დროს ერთმანეთში ურთიერთობს და უზიარებს თავის ემოციებს და თავის, აი თქვათ, გემოებს და ყველაფერს ერთმანეთში და მე ამაში ვხედავ სწორედ ქართული სამზარეულოს უნიკალურობას, ასევე ჩვენი ტრადიციული ნიგზიანი ტყლები იქნება თუ კერძები, რომელიც მე ძალიან საინტერესოა ნამდვილად არ არის ეს ძალიან ისეთი კერძებია, რომელიც ჯერ არ არის იქ ნაცნობი. კი შეიძლება რაღაცა თქვა Middle East-ის სამზარეულოს გავს, იქ ცოტა მექსიკურს გავს, იქ რაღაც, მაგრამ ნამდვილად უნიკალურია ჩვენი სამზარეულო და ეს უნდა გავიტანოთ სწორად და მოვარგოთ ისე იმ მომხმარებელს, როგორც სწორად უნდა მიუტანოთ მომხმარებელს რა არის ქართული სამზარეულო. მე ესე ვფიქრობ რა, რაღაც აი აქცენტი მაინც ჩვენი სუფრის ფილოსოფიაზე უნდა გაკეთდეს რა. კედი, ყვება როგორც ბიზნესი, ამ მიმართულებითაც მინდა გკითხოთ 2025 წელს როგორ შეაფასებდით საქართველოს არსებული ვითარებიდან გამომდინარე გასტრონომიის მიმართულებით. რამდენად იყო ეს წარმატებული წელი? არა, ძალიან მე სხვადასხვა ძალიან კრიტიკულად ვარ და ძალიან ისე უხურებ ამ სიტუაციას, იმიტომ რომ ძალიან სტრესულ სიტუაციაში და ძალიან სტრესულ გარემოში ცხოვრობ, სამწუხაროდ ჩვენ. ძალიან ცუდი სიტუაცია და არასტაბილური, იმიტომ რომ აი ვერ შევადარებ ხა 4-5 წლის წინამდე და თუნდაც პანდემიის შემდეგ პერიოდსაც კი ვერ შევადარებ მე მაგალითად ჩემი გადმოსახედად რაღაც აი ძალიან ცუდი ტენდენცია ჯერ ესეთი აი ეს ჩამოსული რუსები, რომლებიც წამში აკეთებენ რესტორნებს და წამში იწყებენ თავისი კომუნა აქვს, თავისი ხალხი დაყავთ და ძალიან რაღაცა ძიმე პირობებში ვართ მათთან. ეს ერთი. მეორე სტაბილური გარემო არ არის, მესამე ის რომ ძალიან მოქმედებს ყოველთვის ამ ბიზნესზე პოლიტიკური მდგომარეობა და უმძიმესია ჩემი აზრით, ამიტომ ძალიან გვჭირდება სტაბილობა იმისთვის, რომ სტაბილურად ვიმუშაოთ. რა, იმიტომ რომ მე და ფასები კატასტროფული ფასებია. კატასტროფა ხდება ისეთი ფასებია. მე ვერ ვფიქრობ თუ გინდა რომ ჯანმრთელი და კარგი პროდუქტით მიიღო გემრიელი კერძი, როგორ უნდა გაუმკლავდე ამის შესყიდვას. მართლა ვერ ხვდები. იმიტომ რომ რაღაც კატასტროფული ფასებია. როგორ შეიძლება რომ კარაქი მიდეს 60 ლარი კილო მაგალითად, ხო? კი ბატონო. ნამდვილად ასე. ამ მოთხოვნაზე ფასები არის იმდენად დიდი და გაზრდილი, რომ აი როგორ ახლა მე მაგალითად ყოველდღიურად ვაკვირდები ამას და აი უკვე ისეთ კატასტროფასთან ვართ მისულები, რომ აი მაგალითად 65 ლარის საქონლის სუპი, მაგალითად რომელსაც რაღაც კონკრეტულ კერძებს აკეთებ და ამზადებ, ხო? გამორიცხულია, რომ შენ გუწფელი იყოს შენს მომხმარებელთან, იმიტომ რომ გიწევს რაღაცა სხვადასხვა ოინების კეთება იმისთვის, რომ რაღაც თვითღირებულება კერძის დააპატარა. ამიტომ ძალიან მძიმე სიტუაცია მაგ თვალსაზრისით. ერთადერთი აი ხა რაზეც მუშაობ, რაღაც პროექტს ვაკეთებ, მინდა რომ გავაკეთო ასეთი სადილი კეთისთან და იყოს მზასაჭმელი და კეთერინგები. ეს ბევრად უფრო მუშაობს. პრეს ჩემის. კი ბატონო. და რასაკვირველია ეს საერთაშორისო აი ვქოთ პატარ-პატარა პროექტები, pop-up-ები სხვადასხვა ქალაქებში, უცხოეთში სხვადასხვა შეფეთქებად საერთაშორისო გამოფენებზე სიარული და ესეთი ისენი რომ გაიტანოს შენი კულტურა და ის ორდღიანი pop-up-ები ძალიან ტენდენცია ახლა მთელ მსოფლიოში ამის რა რომ ეს სხვადასხვა შეფები აკეთებენ ერთად და ძალიან საინტერესოა და ამ შემთხვევაში კიდევ უფრო კარგად აცნობ შენ კულტურას და გასტრონომიას
მომხმარებას. ეს უფრო მიზიდავს ვიდრე ახლა მოგიცეთ რომ კონდეს რესტორანი. კი, კეთი, ახსენეთ ახალი პროექტი. თქვენ შემთხვევაში სადილ კეთისთან ეს რას გულისხმობს, რომ დიდან იქნება უკვე ხელმისაწვდომი და რა დეტალების გაზიარება შეგვიძლია ამ პროექტთან დაკავშირებით მაყურებლისთვის? აი ხო მუშაობთ მაგაზე რაღაც კონკრეტული გუნდი და ვაკეთებთ ესეთ რამეს, რომ ეს იქნება სადილ კეთისთან თავის რეცეპტებით ყველაფრით და იქნება მზასაჭმელები და ასევე იქნება შეკვეთები კეთერინგებისთვის, დაბადების დღისთვის, სხვადასხვა წვეულებებისთვის, რომ ჩვენი გუნდი იმუშავებს, იმით რომ ჩვენ ეს მომსახურება გაუწიოთ მომხმარებელს გემრიელად, კარგად და საინტერესო და ყოველდღიური მზასაჭმელი, რომელსაც ადამიანი მომხმარებელი შეუკვეთავს კიდევაც, ეს შეკვეთა ძალიან კარგად მუშაობს, ეს მიტანის სერვისი და ასევე მოსვლა და იქ ადგილზე ყიდვა. კი. აი, გემრიელი საინტერესო. რა ტიპის კერძებზე იქნება აქცენტი? ეს იქნება ძირითადად ქართული სამზარეულო, როგორ არის ეს გათვალისწინებული? არა, არ იქნება მაინც ისე რომ ქართული სამზარეულო, გემრიელი კარგი საჭმელი, რომელსაც ყოველდღიურად ადამიანი მოიხმარს. იქნება ეს ფხლები, სალათები, საცხობი, ანუ ხაჭაპურები, ლობიანები, თქვა გემრიელი ღვეზელები, აი ქადები, ნამცვრები, აი ესეთი მზასაჭმელები, რასაც რა გემრიელი, რომელსაც შეგიძლია რომ აი თქვა სახში თან დიასახლისებისთვისაც და ყველასთვის ვინც მუშაობს დრო ძალიან მნიშვნელოვანია ხო ჩვენთვის ყველასთვის და ამიტომ აი დროის დაზოგვა გამოდის როცა შენ ენდობი იმ კომპანიას რომელიც ამას გთავაზობ და იცი რომ ყოველთვის იქნება ერთნაირი გემრიელი კარგი საკვები და თამამად წაიღებს სახში ისე რომ ბავშვიც მიირთმევს და უფროსიც გემრიელია. მოკლედ ამ პროექტს უნდა ველოდოთ უკვე მიმდინარე წელს, ხო თქვენგან? კი, აი ახლა უკვე რაღაც პატარა დეტალებია, კონცეფცია მთლიანად მოგზაურობებული, გაკეთებული გვაქვს უკვე და ვიწყებთ ახლა რაღაცა აი ფაქტზე არის ლაპარაკი და აი რა მოწყობა და ასე შემდეგ და ადგილი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რომ მე ვიცი სხვათა შორის ამის კეთების დროს უნდა იცოდე ყოველთვის ვინ არის შენი მომხმარებელი. ყველა უბანს თავისი სპეციფიკა აქვს და ამიტომ ახლა აი მაგაზე ვმუშაობთ რომ რომელ ადგილებში უნდა გავაკეთოთ და მენიუც განსხვავებულია სხვადასხვა უბნებში, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდე ვინ არის შენი მომხმარებელი. კი, ეს რამდენად იციან დღევანდელმა ობიექტებმა სარესტორნო ბიზნესის მიმართულებით, რამდენად არის ეს გამოწვევა, რომ ვიცოდეთ ვინ არის ჩვენი მომხმარებელი? არ ვიცი, რამდენად იციან, ძალიან ბევრი ფაქტორია ამისი და ჩემი უბრალოდ ამდენწლიანი გამოცდილებამ ეს ყველაფერი მასწავლა ნამდვილად, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ვინ არის შენი მომხმარებელი. ეს თუ კარგად იცი და მე იმ მომხმარებელს ამას შენი კარგად ემსახურები, ნამდვილად წარმატება გარდაუვალია. რამდენად იციან არ ვიცი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა თუ გადავხედავ სტატისტიკას, მაგალითად ძალიან ბევრი რესტორანი, მაგალითად ჩემი პირველი რესტორანი დაინინგ რუმი, რომელიც გავხსენით ხო? 2008 წელს გავხსენე და დღესაც მუშაობს. ეს არის სწორედ დიდ აი long term ამოდა ყოველთვის უნდა იცოდეს რესტორანს ვის რომ აი აქვს ხოლმე ეს მოლოდინი მაგალითად რომ აი ერთ წელიწადში უნდა დაფაროს ყველა ხარჯები უნდა ის ფული ამოიღოს რომელიც მან ჩადო არ არის ეს რესტორანი ცოტა მძიმე სპეციფიკაა და ყოველთვის ვეუბნები ხოლმე მომხდით ხსნის რომ იცოდეთ რომ რაღაცა დრო გჭირდებათ იმისთვის რომ ის მომხმარებელი თქვენ შეგეჩვიოთ და ის მომხმარებელი გახსნილზე რომ მოვა და გასინჯავს მე დაგიბრუნდეს და მე საყვარელი კერძები კონდეს და იცოდეს კონკრეტულად რა გემოზე მოდის აი ეს ფორმულა არის ჩემი მაგალითად კეთი ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში ჩართულობისთვის თქვენი დროისთვის და წარმატებები ყველა მიმართულებით დაველოდებით თქვენგან ახალ პროექტებს მადლობა დიდი და თქვენს ასევე მადლობა ყურადღებისთვის და იმისთვის რომ დავიცვეთ დრო. მადლობა კიდევ ერთხელ კეთი ბაქრაძე, შეფი, რესტორატორი იყო ჩვენი სტუმარი.